დავიწყო? ვიმყოფებით ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევების ცენტრის შენობასთან და სწორედ მისი ქართველი მეცნიერ თანამშრომელი იქნება ჩვენი სტუმარი. ზალ ანდრონიკაშვილთან ერთად ვისაუბრებთ დღეს. შევცუროთ ესე იგი ამბებში. გვერდზე სახლში ცხოვრობდა ვალტერ ბენიამინი, აქვე უბანში ცხოვრობდა ბერტოლტ ბრეხტი და მე არ ვიცოდი ესეთ კამპანიაში თუ ვიყავ. კი, კარგი კამპანიაში ვარ დამდები. ადამიანები, რომლებსაც ლიტერატურა ძლიერ უყვართ ხოლმე, წაკითხulis მძაფრი ემოციით იწამლებიან. იმას, რასაც მე ვსყვები, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანისთვის საწამლავი, მაგრამ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოუყედო. მე არ მიმაჩნია, რომ კარგი ავტორი, კარგი ადამიანი უნდა იყოს, ხო? ანუ ლიტერატურის წონა სხვა არის და ასე ვთქვათ, მისი პიროვნული თვისებები. ჩვენ საერთოდ ამ შეკითხვას რო ვსვავთ, რომ ავტორს აქვს მნიშვნელობა, ეხა ავტორი კაი კაცია, ცუდი კაცია, ნაცია, ქოცია, რაღაცა ტრამპს უჭერს მხარს თუ დემოკრატია თუ ვინ არის, ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, ლიტერატურა როგორც ავტონომიური ეპოქა დამთავრდა. ჭირდება ეს ლიტერატურას, რა კარგი ავტორი ჭირდება, ცუდი ჭირდება, საშუალო ჭირდება, რომელი ავტორები გგონია ქართულ ლიტერატურაში, რომლებიც ცდებიან ქართულ მასშტაბებს და ეთამაშებიან მსოფლიო მასშტაბებს. ვერ იტყვი, რომ გერმანული ლიტერატურა თქვა მსოფლიო ლიტერატურაა და ქართული პატარა ლიტერატურა. ვაჟა ამ შემთხვევაში არა მარტო ასე ვთქვათ, მისი ნაწარმოები არის ეს ამ ჰორიზონტის გახსნა, მაგრამ არამედ ამ ჰორიზონტის გახსნა არის ის, რაც სიუჟეტში წდება. საქართველოსგან განსხვავებით, მაგალითად, გერმანიაში წერალს არასდროსაც არ ჰქონია ისეთი ამაღლებული ფუნქცია, რომ სამნიშნავს. ცნობილი ანეკდოტი ილია ჭავჭავაძეზე, ანეკდოტი რა თავისი მოყოლილით, აპოკრიფულით, ნახევრად აპოკრიფული ამბავია, რომ ვიღაცები მივიდნენ ილიასთან და შენ ერის მამა ხარო და რაღაცას თხოვენ და ესე უნდა, რომ კაცო, ჩემი შვილი ვერ გამეკეთებიან. ეგ არ ვიცოდი. როცა კედელი დაინგრა, რა ბედი ეწიათ იმ ავტორებს, რომლებიც უცებ ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფლებაში აღმოჩნდნენ. გერმანიაში წერალს როგორც ავტორიტეტს უკვე წყალი აქვს შემდგარი. ქართველი თანამედროვე ავტორი, რომელსაც მუდმივად დაუთმობ დროს, როცა რაიმე ახალს დაწერს. ვცდილობ, რომ ქართულ ლიტერატურაში მართლა პატიოსნად წავიკითხო ყველა. რა მოგიტივტივდა თავში სიტყვებზე არ გაჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სულისკვეთება არის განწირული, მაინც ცუდად ხო არ ჩაივლის. ლიტერატურა არის ესეც გაუჩერებელი, შეუჩერებელი ადამიანების სივრცე.